საღამო მშვიდობის ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო, რა თქმა უნდა კომედი არხის ერთგულ მაყურებელს დიდი მოწიწებით მივესალმები საქართველოს ფანოყიდან. რა თქმა უნდა შაბათია, შაბათი და ვიცი რომ შეეცოტავდა ჩვენი კონკურსანტები, მაგრამ შვიდივეს მინდა დიდი სიყვარული წარმატებები უსურვო მათ, როგორც თვალებში ეტყობათ, ღელავენ, იმიტომ რომ წინ 10,000 ლარი ელოდებათ და რა თქმა უნდა ისრაელში გაემგზავრება გამარჯვებული ჩვენ არაჩვეულებრივ ჟიურის წევრებთან ერთად. ამ შემთხვევაში ნიკოლოზ და ვახოსთან ერთად და ნინოსთან ერთად. მე დამტოვეს. მოკლედ როგორც არის ჩემო ძვირფასებო, ესე იგი 10,000 ლარი არ არის პატარა თანხა, მით უმეტეს როცა დოლარის კურსი ასე მყარა და მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამერწმუნეთ გამოგადგებათ. ასე რომ წარმატებები ყველა მონაწილეს. წარმატებები დღეს იქნება არაჩვეულებრივი პრიზი, ამაზე ოდნავ მოგვიანებით, ტური იქნება არაჩვეულებრივი სიმღერების, მანამდე კი რა თქმა უნდა მინდა გითხრათ. პირველ რიგში გენდერულ თანასწორობას არ ვარღვევთ, თუმცა სახეზე 4 არაჩვეულებრივი მამაკაცია ჟიურიში, მინდა გითხრათ. ნიკოლოზ არაბიძე ყველასთვის საყვარელი ადამიანი, უცვლელი ჟიურის წევრი, ვახო ფიჭიკაშვილი არაჩვეულებრივი ადამიანი ასევე. კობა ბარათელი ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ჩვენი ძვირფასი მეგობარი და რა თქმა უნდა ადამიანი რომელიც ყოველთვის იღიმის კეთილი ღიმილია მის სახეზე მოფენილი არაჩვეულებრივი სიმღერები მე ძალიან მიყვარს საქართველოს ძალიან უყვარს ბატონი მერაბ სეფაშვილი დიდი მადლობა პატივცემულებო რომ მოგზანდით რაც შეეხება ნინო ჩხეიძეს წარმატებები უსურვოთ პარიზში მე ჩვეულებრივ ამპლუაში გახლავართ ცოტა ნაბახუსები მაგრამ ვცდილობ არ შემევჩნდეს ეს ყოველივე მოკლედ მინდა ზაზა ოხანაშვილზე გითხრათ 2-20 სიტყვა. ზაზა ოხანაშვილი არის გაციებული, მაგრამ რასთავარია შემართებული გახლავთ. მოკლედ, პირველი კონკურსანტი. აპლოდისმენტები ზაზა ოხანაშვილს. მერაბ სეფაშვილის ტური, წავიდა. გაყოფილი ერგულება გაყოფილი გული და გაგული სიყვარული წმენა და გაგული გაყოფილი სადამისა გაყოფილი წარო სიჩქარდა აქ მიწაზე წვალო მერტო გადამიჩინე გული გაუყოფელი ღმერთო გადამიჩინე წუთი სოფელი ღმერთო ნუ მიმადობე ლოცით გზა გამინათე ლოცვი მერტო გადამიჩინე წუთი სოფელი ღმერთო გადამიჩინე გული გაუყოფელი ღმერთო ნუ მიმადობე ლოცით გზა გამინათე გაყოფილი მეგობრობა გაყოფილი ძმობა მენადრება სიყვარულით თრობა თვალში თეთრი მემატება მიდის გაზაფხული ამღერება მენადრება დარდიანი გულის მერტო გადამიჩინე გული გაუყოფელი ღმერთო გადამიჩინე წუთი სოფელი ღმერთო ნუ მიმადობე ლოცით გზა გამინათე ლოცვი მერტო გადამიჩინე გული გაუყოფელი ღმერთო გადამიჩინე წუთი სოფელი ღმერთო ნუ მიმადობე ლოცით გზა გამინათე ლოცვი
გაუყოფელი ღმერთო გადამიჩინე Tuti sopeli gmerto tu mi madove Lo zigzaga minatelo Subi Merto gada vicine Tuti sopeli gmerto gada vicine Uliga uqopeli gmerto tu mi madove Lo zigzaga minatelo ზაზა დიდი მადლობა ზაზა არაჩვეულებრივი იყო ჩემი აზრით რა თქმა უნდა მაყურებელს კი ვეთქვი რომ რადგან ნინო პარიზშია პირდაპირ პროფესიონალი ამ კუთხით რა თქმა უნდა ბატონ მერაბს აპლოდისმენტები და მოგიწევთ ყოველთვის პირველად გამოთქვათ აზრი რაც შეეხება ნიკას გადმოინაცვლებს მეორე ადგილზე ბოლოდან შემდეგ ვახო იქნება ხოლმე და ჩემი ჩაიდიკა და ჩემ მერაბ გისმენთ ჩემო ძირფასო მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა. მადლობთ ყველას. მოწვევისთვის დიდი მადლობა. იმისთვის რომ არის დამდეთ პატივი და ჩემი ტურის ესეთი ტური გაკეთდა. რაც შეიძლება ითქვას ახლა ამ სიმღერაზე მე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. უბრალოდ იქ რაღაც, მაგრამ ამას არ უნდა მივცეთ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა, თუმცა რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე, იმიტომ რომ ხო, მაგრამ გავამდვირე იქიდან რომ ჩვენ მოვედით აქ არ იმიტომ რომ გავწუროთ ვიღაცა პირიქით რომ უთხრათ რომ რა კარგი ხარ და კარგად ბღერი და მერთმა მოგცეთ გზა ბედნიერი და კარგი რა ვიცი 10 ვერ დავწერ მაგრამ 9-ს დაგიც 9 ქულა ბატონი მერაბისგან ზაზას ვახო ჩემო მეგობარო შენ გენაცვალე როგორი ყურები მე შენ დღეში ვარ ლაბავ მე და შენ მაგრამ არა უშო შენი აზრი საინტერესოა ვახოს აპლოდისმენტები არ არის ასი ადვილი შეფასება საღამოშილობის მე მოგესალმებით მეც ყველას მე ვფიქრობ რომ ზაზა ამ სიმღერაში სულ რატომღაც მომეჩვენა რომ ცოტა დაიკარგა მართალია ის რომ ინდივიდუალური შესრულება ნამდვილად იყო არ იყო კოპირება ბატონ მერაბის იყო ნამდვილად ინდივიდუალური შესრულება მაგრამ თითქოს მომეჩვენა რომ ცოტა საზაპიროთი ცოტა ეს ამ სიმღერის ტექსტი და ვერ მიყვებოდა მაშინ თეთრი მეპარება ეგ შეცდომა არა უშავს მე შეცდომას არ გულისხმობ უბრალოდ მთლიანობაში გულისხმობ სიმღერას კარგი არა უშავს საერთო ჯამში მაინც მომეწონა და დაგიწერთ ხრიანს მეც მადლობა ესე იგი 2-9 ქულა დაიწერა და ვნახოთ აპლოდისმენტების პონზე კომა მარათელი რა სიტყვის ნუ მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით მადლობა რომ მომიწვიეთ აქ ჟიურში ახლა მართალია მე პროფესიონალი კერა და არა ვარ მომღერალი მაგრამ არც ფეხბურთელი ვარ და მესის და იმას რონალდოს ვამსხვავებ ერთმანეთისგან ანუ შემიძლია განვასხვაო მომღერალი ხო შენის პირველ შემდეგი რაც შეეხება სიმღერას ადამიანმა დაამტკიცა რომ შეიძლება მაშინაც სიმღერა როცა გაციებული ხარ ხო და ახლა მერაბის კოპირება ნამდვილად არ გაუკეთებია რაც აღნიშნა ბატონმა ვახუშტი ბიჯიგაშვილმა ხო თუმცა ცეკვით კი მიემსგავსა ცოტა მერაბს ცეკვის დროს ხო ქორეოგრაფია მერაბის იყო კოპიო მერაბი იყო და მეც უწერ 9-ს მესამე 9 ქულა დაიწერა და ჩემო ოქროს დაჭერო ჩემო როგორც იქნა ვეღირსე და ბოლოს გამოვკამ ჩემ აზრს ნიკოლოზ არაბიძე დიდი მადლობა ყველას მინდა მოგესალმოთ პირველ რიგში დამსწრე საზოგადოებას ტელემაყურებელს ყველას ჩემთვისაც ეს ბატონი მერაბის საუბარს გადავაგრძელებ ასე რომ თქვა ამ სიმღერასთან დაკავშირებით ეს სიმღერა მე ძალიან მიყვარს მე შემიძლია ვიმღერო უბრალოდ როგორ ვიმღერებ ეს არ ვიცი თუ არა ანუ ტექსტი ვიცი მithქმა მინდა და ნუ რა ვიცი პრობლემები იყო ადამიანი გაციებულია მაგრამ გაციებული რო არ ყოფილიყო მაშინ რას იზამდა ის უნდა გენახათ თქვენ რა ვიცი მეც ჩემ კოლეგებს დავეთანხმები და 9-ს დაგიწერთ 9 ქულა 3 9-იანი და აქვე 1 წუთით არ წახვიდე ჩემო ზაზა აქვე მინდა ერთი როგორც მე თქვენიანი გითხრათ ერთი საინტერესო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის ეს დღევანდელი შაბათის სიმღერების ტური ხვალ
როდესაც იქნება ასე ვთქვათ რუსული სიმღერების ტური, დღევანდელი ქულები მიემატება ხვალ რაც დაიწერება და ის იქნება საბოლოო შედეგი იმისა თუ ვინ დარჩება და ასე რომ ყველაფერი წინ გაქვს. ჩემო ზაზა წარმატებები 3-4 ცხრიანი დაიწერა უკაცრავად და შესანიშნავი ქულებია პირველი გამომსვლელისთვის ალბათ, მით უფრო როდესაც 10,000 ლარს ელოდება ხალხი. კობა გისმენ რაღაცის თქმა გინდა? ხო რაღაცის თქმა შეკითხვა მაქვს. წერან უნდა მეკითხა და მოვიწდა. დღევანდელ შემთხვევაში რაღაც ისრაელში წასვლა ახსენე და რაღაც ნინო და ის და დღეს ნინო შეიძლება მე ვარ თუ მერაბი. იცი რა, მოდი მაყურებლისთვის მივიდიო ეს ყველაფერი, ვიდეო როგორ გამოიყურება, ჩემო მოგწერეთ, დაგვირეკეთ, რომელიც შემდეგ შეგატყობინებთ აუცილებლად. მოკლედ 10,000 ლარი და ისრაელში წასვლა სწორედ აღნიშნავს, შვენიერი პრიზი უნდა იყოს, აპლოდისმენტები ამ პრიზისთვის. კომედია ხდას საქართველოს, რა თქმა უნდა, საქართველოს ფანოხს და შემდეგი მონაწილე გახლავთ აპლოდისმენტების ფონზე აჩიკო ოდიშვილი, მივესალმოთ. დარში თუ დარში როცა გიყვარს მართლას თავ დავიწყები ყველაფერი ლამაზია მაშინ თუ გულსდარს თავისუფლად ბრენასუ ძალასნური ნუ დამატას როცა მიდამაში მღერიმე სრემლი მადგას თვალზე ჩანგით სიყვარულზე ჟღერს ძალასნური ნუ დამატას როცა მინდა მაში ვღერიმე და იმას ვისაც ეცში უღლია ძრებლია გულს ვინც გალობით წყალო შერავსადაც მინდა სიყვარულია იქ ჩუხჩუხებს უკდავების ხაროს თუ გულს არ სურს მარტო წერა თავისუფლად ბრენასუს ხერი როცა ემღერება თუ გულს არ სურს მარტო წერა თავისუფლად ბრენასუს ხერის როცა ემღერება გულს სიყვარულო შენ ხარ გულში წები არცელას არჩევავ დარში თუ დარში როცა გიყვარს მართლა თავ დავიწყები ყველაფერი ლამაზია მაშინ ბულბულ სრემლი მადგას თვალზე ჩანგით სიყვარულზე ჟღერს ძალასნური ნუ დამატას როცა მიდამაში ვღერიმე ბულბულ სრემლი მადგას თვალზე ჩანგით სიყვარულზე ჟღერს ძალასნური ნუ დამატას როცა მიდამაში ვღერიმე არჩილ ოდიშვილი, ჩემო ძვირფასებო, დიდი მადლობა არჩილ. ესე იგი, ისე გამეხარდა ეს სიმღერა რო იმღერა, აჩიკო ბრო, გამახსენდა ეხა ჩემი ახალგაზრდობა, მეც არ მახსოვდა ეს სიმღერა რა. სხვა შორის ძალიან რთული სიმღერაა სამღერად, იმიტომ რომ არ არის ადვილი.
ამ სიმღერის ჩვეულებრივ ცეკვავ ხო, ისიც ვითომ შეხედავ არაფერი, მაგრამ საკმაოდ თურლი სიმღერა იქ პატარა შეცდომას. მე მაგალითად ახლა ამ შემთხვევაში, ну, რა თქმა უნდა, თქვა ითვლება, მაგრამ მე არ ვთვლი შეცდომად, იმიტომ რომ ეგ არის მექანიკური შეცდომა და არა ის არა გულიდან წამოსული, ხო? მერსმის. ხო. აქედან გამომდინარე, რა ვიცი, დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის, მე ძალიან მიყვარს ეს სიმღერა. მე ვფიქრობ, რომ შენ ძალიან ტექნიკურად უნდა იყოს ძალიან დიდი პროფესიონალი რო ეს სიმღერა ტექნიკურად ვიძახი მაგრამ აი გულიდან წამოსული ნამდვილად იყო ამიტომ 9-ს დაგიწერ მეც 10-ს 9 ქულა ბატონი მერაბისგან დიდი მადლობა გისმენთ სიმღერის სახელწოდება არის მწვანე ტოტი ანიმაციურ ფილმშია უბრალოდ მწვანე ტოტი ქვია რა შესულ ამბავს და მე ამ მწვანე ტოტზე გამახსენდა რომ ბევრი კარგი რაღაც გამახსენდა მწვანე ფულიც კაია ხო მწვანე თვალება გოგო დეკრიმინალიზაცია შეგვიძლია მოვითხოვოთ ამ სიმღერით ამ სიმღერით შეგვიძლია მოვითხოვოთ დეკრიმინალიზაცია კარგი ავარი მანავის მწვანე მე მგონი მერაბმა ბატონო მერაბმა დაინდო აჩიკო დაინდო მაინც და დაუწერა ცოტა მაღალი გულა მე ვფიქრობ უფრო კარგი შესრულებები მახსოვს აჩიკოსგან ნამდვილად ამ სცენაზე და მოდი მე რუიანს დაგიწერ დღეს რა 8 ქულა ვახოსგან მინდა რომ მეტი და მეტი გავიდა რაღაც გარკვეული პერიოდი და უკვე რაღაც ეტაპზე უნდა იყო ამიტომ ამ შემთხვევაში ცოტა მომთხოვნი ვიქნები 8 ქულა დიდი მადლობა ვახო და ჩემო ძვირფასო კობამ მე რა თქმა უნდა ამ სიმღერამ ის ანიმაციური ფილმი გამახსენა მე მაშინ პირველად რომ მოусმინე სიმღერა მაშინ მერაბზე ახალგაზრდა ვიყავი სუპერად მაშინ ბავშვი ვიყავი მერაბი ვარსკვლავი იყო ესადის და მერაბი ისეთი დარჩა და მე დავბერდი უკვე ვიზუალურად გულისხმობ ანუ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და მაშინ ბავშვობაში ბაძავდი კიდევაც ჩემი ჭკუით მერაბს ვითომ ხო სანამ სიგარეტის მოწევას დავიწყებდი გავდი ხმაში მაშინ მაგრამ მერაბმა არ იცოდა რომ გავდი ხო და რა ვიცი მეც დავეთანხმები ბატონ ვახუშტით თუმცა ერთი ქულით მეც მივცემდი ანუ 9 ქულას 9 ქულა დიდი მადლობა კობა და ნიკა ბატონო გისმენთ კი ბატონო რა ვიცი მეც ისეთ ვერაფერს გეტყვით ახლა პროფესიონალმა თავისი რჩევები და რაღაცები მოგცა უბრალოდ მეც მინდა ხოლმე რომ მეც ველოდი თქვენთან აი მეც მინდოდა რუიანი დამეწერა მაგრამ მოდი 9-ს დაგიწერთ მაინც 9 ქულა ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ მიმეორებ მინდა მოვიწიო კონკურსში დარჩენილი ერთადერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი ხათუნა მეგრელიშვილი გიგრებდიეს გრძალვით გიბნევდით მაშინ სიო არ ხედა სხივეს რა კარგი ხავ მაშინ რა კარგი ხავ მაშინ ერთად ვიყავით როცა ლურჯიებით ხელში ძამძამებს ხრიდი მოცხوار რა კარგი ხავ მაშინ ერთად ვიყავით როცა ლურჯიებით ხელში ძამძამებს ხრიდი მოცხوار მაგრამ აციდა შემდეგ და შემოდგომა დადგა შენ ვეღარ სლებდი ჩემთან სულ სხვა მოხიბლა რადგან დამიმადო ემხისვე გაუჩინარდი ბნელში და მემარტობა ისე ლურჯიებით ხელში
ჩინარდიბნებში და მე მარტობა ისე ლურჯილებით ხელში და მიმატოვებ ხისვე გაუჩინარდიბნებში და მე მარტობა ისე ლურჯილებით ხელში ხათუნა არაჩვეულებრივი ხათუნა მეგრელიშვილი და ბატონო მერაბ უნდა შევაფასოთ დიდი მადლობა უთხრათ ხათუნას. ეს ერთ-ერთი ის პირველ თაგანი სიმღერა, რომელმაც მე იმ პერიოდში 70-იანების ბოლოს 80 დასაწყისში მომიტანა ესეთი პოპულარობა, პირველად გამოჩნდი და ძალიან მიყვარს ეს სიმღერაც მე და ჩვენც გვიყვარს, აი აპლოდისმენტები ამას დააკეთებს აუცილებლად. და რაც შეიძლება ხათუნას შესრულებაზე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ იცით რა, მე ასე კარგად არ ვიცნობ ჩვენს მომღერლებს, ვინც დღეს მღერის, ხო? ასე იმიტომ რომ აგერ ჩვენი პატივცემული ჟიურის წევრები სხედან თითქმის ყველა კვირას და უყურებენ ამას და უსმენენ და ჩემთვის ცოტა რთულია გავერგვა, იმიტომ რომ სხვა ჟანრში შეიძლება უკეთესი იყოს, სხვა მეორე ჟანრში ნაკლებად გამოიჩინოს თავი, მაგრამ აი ეხლა რაც გააკეთა ქალბატონმა ხათუნამ, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მუსიკალური და კარგი ნამღერი იყო და ამიტომ 10 დავუწევ. 10 ქულა გადასარევი შეფასება, დიდი მადლობა ბატონო მერაბ და ვახო, გისმენ. უკეთესებიც მომისმენია ბატონო მერაბ ქალბატონი ხათუნა შესრულებით ნამდვილად ეთყობა ნერვიულობს, მაინც აგერ დანდებით ბატონო მერაბ და რთულია მაინც სიმღეროს. მაგრამ რადგან პროფესიონალმა შეაფასა 10-იანით, მეც არ მაქვს უფლება რომ 10-იანით არ შევაფასო, იმიტომ რომ 10 ქულა გადასარევი. თუმცა 9-იანს დავწერდი ამ ნამღერში მაინც. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგ და ბატონო კობა გისმენთ. ამათ მათქვეს, რაც უნდა მეთქვა და ამიტომ მე რო არ განუმეორდე, ვიტყვი ასე. და მე მარტო ვარ ისევ 10 ქულა. 10 ქულა, დიდი მადლობა, შენიერი თაიგული გამოდის, მე მგონი. ხმაც კარგი მქონია, ხო? კი, გადასარევი. ნახოთ თუ თაიგულს ბოლომდე შეკრავს ნიკოლოზ არაბიძე და გისმენთ. პირველ რიგში კი ბატონო, მე მერაბის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ეს ქალბატონი სტაბილურობით გამოირჩევა ჩვენს კონკურსში, არის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველა სიმღერას თითქმის კარგად გაართვა თავი, დღევანდელი დღეც არ არის გამონაკლისი და სანამ შევაფასებ და ისე ძალიან კარგი სიმღერები მქონია, ნამღერი რომ ვაკვირდები ახლა რა. ხო და ბევრი რამე მახსენდება მეც. მეც 10-ს დაგიწერთ. 10 ქულა, დიდი მადლობა ჟიურის, დიდი მადლობა შენ ჩემო ძირფასო, დიდი მადლობა და მინდა შეგახსენოთ, ბრძოლა გრძელდება, რა თქმა უნდა, 10,000 ლარისთვის არაჩვეულებრივი ვიზიტისთვის ისრაელში გამარჯვებულისთვის და რა თქმა უნდა ბრძოლაში ერთვება ჩუხტარიჩი, გიორგი ცარიელაშვილი. მივესალმოთ. რასიმ შვიდია ქალბატონო რასიმ შვიდია ნიავმა ისევ გადამორჩა ძველი რვეული თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდია მოგონებები მოფრინავე სიზმარეული ის ჩვენს ქუჩაზე დადიოდა სახით წუხარი და თოლში მდგარი ხოლო ხეზე ფიში ტბებოდა
სულ ერთი სიტყვა მაინც რად არ უთხარი კეთვა და თუნდაც ჯოჯოხეთში წამოყვებოდა რა სიმშვიდეა რა სიმშვიდეა ახლა დაგნათით მილეული თვარეთით ვერის გობლენებზე მოიწინეს თეთრმა ვარდებმა თელის სამყარო იფარება დოლის ფირქები არც თქვენ და არც მას აღარავის შეგიყვარდება ხომ არ შეცირდა დავაგონო ხომ არ შეცირდა ჯერჯი გზაგელი იქით სადაც ზეცის კიდეა ჩამოდის თოვლი განუწყვეტლი ბარდნის ზეციდა ჩამოდის თოვლი ბინდება რა სიმშვიდეა ხომ არ შეცირდა ვისაუბრებ ყველას ყველას ხომ არ შეცირდა ქალბატონო ხომ არ შეცირდა ჯერჯი გზაგელი იქით სადაც ზეცის კიდეა ჩამოდის თოვლი განუწყვეტლი ბარდნის ზეციდა ჩამოდის თოვლი ბინდება რა სიმშვიდეა ხომ არ შეცირდა რა სიმშვიდეა გადასარევი დიდი მადლობა ჩემო ჩუხტარიჩ არაჩვეულებრივი იყო და ბატონო მერაბ გისმენთ ესე იგი მოგონებებში წავედით სულ მათ შორის მე პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ ესეც ძალიან ძველი სიმღერაა ძალიან ფაქიზი და მე ვფიქრობ ძალიან კარგად არის ნაგზნობი და ნაფიქრებიც იმიტომ რომ დაიწყო სიმღერა აი ზუსტად ისე დაიწყო როგორც უნდა იფიქროს ადამიანმა ალბათ რა მამაკაცმა და შემდეგ ცოტა იყო რაღაც არევები ამიტომ მე არ ვიქნები ძალიან კრიტიკული იმიტომ რომ მაინც სტუმარი ვარ და დავწერ 9-იანს თქვენის ნებართვით 9 ქულა გადასარევი დიდი მადლობა ვახო ნამდვილად ზაზა შემთხვევაშიც ისევე ჩუხტარი ჩვენ შემთხვევაში იყო ინდივიდუალურად ნამღერი რაც ყოველთვის ვაფასებთ ამას ჩვენ რაღაცა შენიხლინძიანი ხმაც მოუხდა შეიძლება ითქვას მაგრამ ნუ რაღაც შეცდომები ჰქონდა ამიტომ იმიტომ რომ იყო გულით იმიტომ რომ იყო კარგად ნამღერი მეც 9-იანს დაგიძერ შენ მეორე 9 ქულა ვახოსგან კობა გისმენთ წეგან მერაბმა აღნიშნა ერთ სიმღერაზე რომ რთული სიმღერაო მე თუ მკითხავთ მერაბის ყველა სიმღერა რთული სიმღერაა მაგრამ მერაბი რომ ღერის გგონია რომ ადვილია ესე კარგად ღერის მერაბი ხო და აი ეს სტორი რო დაიწყო მერაბ სეფაშვილის სტორი გავიფიქრე ამ სიმღერაზე იმ დონეზე მიყვარს ეს სიმღერა რომ გავიფიქრე ვინც არ უნდა იმღეროს როგორაც არ უნდა იმღეროს წევაც მეთქი ასე გავიფიქრე და წევაც გილოცავ ჩუხტარიჩ ბედი უნდა ყველაფერს ჩემო ძამიკო რაღა მაგ სიმღერაზე გაიფიქრე ასე გავიფიქრე რა ქვია ჩემ ბრალი არ არის წინას არ გავიფიქრე გაიხარე დიდი მადლობა ესე იგი 2-9-იანი 1-10-იანი კობასგან აპლოდისმენტები ამ ყველაფერს და ვნახოთ ნიკოლოზი რას იზავს დიახ
წეგან ჟიურის წევრებმა ისე ისაუბრეს, ასე მგონია მე ვლაპარაკობდი. ისე კარგად ჩამოყალიბეს ყველაფერი. და მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები მაინც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მეც 10-ას დავუწერ ამ კაცს. 10 ქულა გადასარევი დამტკიცდა, რომ ეს სიმღერა ნამდვილად უყვართ განსაკუთრებით საქართველოში. დიდი მადლობა ამისთვის ბატონ მერაბს. აპლოდისმენტების ფონზე ნუ მოიწყინეთ ადამიანები. ესე მკუხარი. მადლობა შენ ჩემო კარგო. და შემდეგი მონაწილე გახლავთ უკვე იმით შეცვლილი ვაკო მეგენეიშვილი. მივესალმოთ. დროგადასული მახსენებს თავს უნაზეს ფერებით გრდა ცისარტყელები გეხვია გარს ავდარმა ჯობა დავს საბედისე რომ გადეცავს უჩემო დარჩიე მოგვიანებით შეგიხარებ და ვერავინ ჩემსავი ხიმილი გაგახსენდება და გარკული გზა შენისე დაგელოდები ჯერა პირველი დღესავი მერე ფიქრება თითოვე სევდა ახლა სუმარტო დადიხარ და ცრემლები გისველებს თვალს შენთან ჩემს ნაცვლად მოვიდა სხვა ხელახლა განათაცა რადგან მახსენდი დღეს მაინც რა ზაფხულის ვიმაში ასეთ ვიმაში დამტოვე ძვირფასო მაშინ ვერავინ შეგიყვარებ და ვერავინ ჩემსავი გიმილი გაგახსენდება და გარკული გზა შენისე დაგელოდები ჯერა პირველი დღესავი მერე ფიქრება თვითოვე სევდა ვაკო დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ადამიანო. აი ესეთი სხვანაირი გამოგვეცხადა დღეს ვაკო. ნუ იციან ჟიურის წევრებმა თქვენ ალბათ გრძელთმებში გახსოვთ, მაგრამ თავარია როგორი იმღერა და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე. გისმენთ. იმდენად კარგად იმღერო, რომ არც მე და ვილაპარაკო, მე მგონი მაყურებელი გადაწყობს თვითონ. 10-იანი ვაკო. 10 ქულა, დიდი მადლობა. გილოცავ მეორე 10 ქულა ვაკოსგან უსიტყოთ. კობას ალბათ აქვს სათქმელი, ან არა. 10 ქულა კობასგანაც ასევე უსიტყოთ.
და ხო მე რაღაც ხო შეიძლება რა ვთქვა როგორ არა ფაქტურად პირველმა მოგიწია და მაგშანს არ მინდა დავიწყო ვიზუალიდან რა უყავე ბიჭო ულვაში ხო სიბრში რა უყავე ბიჭო თმა მაგრამ როგორც ეთყობა იმ თმამ იმდანაც შეუმსუბუქა და ხავერდოვანი გაუხადა ხმა რომ ერთიორად უკეთესად იმღერა დღეს მართლაც კარგი იყო ვაკოც ერთ-ერთი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება ვინც განსაკუთრებით სტაბილურობით გამოირჩევა ჩვენს კონკურსში 4-10-იანი 40 ქულა ვაკო კილოცავ ჩემო ძირფასო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო თამუნა ლეკოეიშვილ ჩვენს მუსიკალურ ხელმძღვანელს დიდი მადლობა ჩემო კარგო უღრმესი მადლობა შენ ასევე თამუნა რა თქმა უნდა დიდი მადლობა მე ისე მიყვარხარ და ისე სულტრიალებ ჩვენ გარშემო რომ ხანდახან მავიწდება ხოლმე კიდევაც რომ აპლოდისმენტებს იმსახურებ და მართალია ჩვენი ვაკო მადლობა თამუნა ლეკოეიშვილს დიდი მადლობა ამისთვის და ჩემი ტკივილი გიორგი ვარციმაშვილი თელაველია გაგითავისე მიყვარდი მწამდი ჩემი ოცნება შენ საჩრდილს დევდა შენი ყავ ჩემი უთქმელი დარდი მე ვიყავ შენი ამაღლისევდა მე ვიყავ შენი ამაღლისევდა და როგორც ხდება გამყარებედმა გაცვეცილ სიზმრებს შემორჩით მარტო ასეთ სიყვარულ რა ქვიანება ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ნადრო ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ნადრო შენო ჩემობის გაწამებს ფიქრი მე ყველა ტკივილს ვიქარვებ შენით დანაშაული ორივეს გიწვის დამნაშავეს კი ვერ მივაგენი დამნაშავეს კი ვერ მივაგენი და როგორც ხდება გამყარებედმა გაცრეცილ სიზმრებს შემორჩით მარტო ასეთ სიყვარულს რა ქვიანება ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ნადრო ცალ-ცალკე ვართ და ერთმანეთს ნადრო და როგორც ხდება გამყარებედმა გაცრეცილ სიზმრებს შემორჩით მარტო ასეთ სიყვარულს რა ქვიანება
ცალცალკე ვართ და ერთმანეთს ვნადრო ცალცალკე ვართ და ერთმანეთს ვნადრო ცალცალკე ვართ და ერთმანეთს ვნადრო გიორგი ვარციმაშვილი დაიხი უკან დაიხი ჯერში აფასო აბა ჯეგრ მაგრამ ღერის ყველა იქ აკაც აი კახური გლოტკით იმღერა ეხა გაიგე ხო ის დამახასიათებელი კახური სხვანაირად ბრავო მინდა გითხრა ხო კარგია აი ტანინიანი ღვინო უხდება მაგ ხმას იმიტომ აქ ცხონარი ყელი კახელებს მე უნდა გითხრა წავაიღებეთ ხო გეუბნები კენაცვალე ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი სიმღერა არაჩვეულებრივი ავტორის ღმერთმა აცხონოს მისი სული ბატონი ბოთხუს ბასილაესი და სხვა შორის რამოდენიმე შესრულება მაქვს მე ამ სიმღერის მოსმენილი ჩემს გარდა ხო ვთქვათ მაგრამ ერთ-ერთი კარგი შესრულებაა შენი მინდა გითხრა და ძალიან კაი კაცი ხარ და მადლობ და დიდი მადლობა და წარმატებები გქონდეს ღმერთმა ათიკულა ბატონი მერაბისგან ძალიან სერიოზული რამე გითხრა ბატონო მერაბმა თუ გაუწიე ვარაუდი გაუწიე ერთ-ერთი კარგი შესრულებაა და მე მგონი ნამდვილად იმსახურებს აპლოდისმენტებს და უნდა ეხლა უფრო მეტად მობილიზაცია გააკეთოს მადლობა ამისთვის თელაველების სახელით პრინციპში ვახო გისმენთ ძალიან მიყვარს ბატონი მერაბის სიმღერები და ძალიან მიყვარს განსაკუთრებულად ეს სიმღერაც რომ დაიწყო ძალიან გამიხარდა აღნიშნე კიდეც უთხარი ბატონ მერაბს ძალიან კარგი გამოსვლა იყო ერთ-ერთი რისეული გამოსვლა იყო შენი ამ პროექტში მით უმეტეს როცა ბატონი მერაბი ესწრება ამ გადაცემას და მინდა რომ ბედნიერად იყო და იგზნო თავი რომ ესეთი ადამიანი გეუბნება ესეთ სიტყვებს ჩათვალე რომ რაღაცა ეტაპი გაიარე ამ ცხოვრებაში სიმღერის თვალსაზრისით ათიკულა მეორე ათიკულა დიდი მადლობა თქვენ თქობა გისმენ მე მართლა ძალიან მომეწონა სიმღერა შესრულება აი შენ რო ერთხელ და კარგი კაციტელო და მალებინე იმაზე მეტად მომეწონა ახლა ეს სიმღერა და ფიქრობდი რომ აი იმაში რო ყოფილიყავი მეთქი ახლა ვოისის ჟიურიში ყოფილიყავი ხო ალბათ მეორე წამზე დავაჭერდი ხელს და შემოთრეავდა იმ დონეზე მომეწონა ამიტომ მეც ათიკულა მესამე ათიკულა მშვენივრად მივდივართ და ნიკოლოზ გისმ ათიკულა გილოცავ ჩემო ძირფასო გილოცავ მე გიორგი სითხარი ძალიან რთულია და მეთანხმებდი ხლა ძალიან ბევრი ტელევიზიით მით უმეტეს მითქმა მოთქმა მოყვება ხოლმე აი იმის ახლობელი ამის ახლობელი რა თქმა უნდა თელაველია გულშემატკივრობ მაგრამ თუ არა ხორხი მე ვერაფერს ვერ ბიზავთ მერწმუნე ჩემო ძირფასები ასე რომ ყველა წარმატებები 7-ვე მონაწილეს და განსაკუთრებული წარმატება ბატონ ვარდენ სილაგავას რომელიც ახლა გამოვა თქვენ წინაშე ვარდენ სილაგავა შეგიძლია ცოტა ტაში გასულა თავი გაციმიყვას სიკეთის გზით ანთებული მეგობრისთვის გზად და ხიდად გადებული არაფერი არ მებადა სიმღერის და ლექსის გარდა მეგობრები მე ყოველთვის გვერდით მყავდა მე სიცოცხლე დამიჯერებ მისთვის მინდა ვიმღერო და სიყვარულში დავიხარჯო მე დავიდო თქვენს გულებში ერთხას გვინადე გავიხარო მე სიცოცხლე დამიჯერებ მისთვის მინდა ვიმღერო და სიყვარულში დავიხარჯო მე დავიდო თქვენს გულებში ერთხას გვინადე გავიხარო
დაშკება შეგიძლია იქნებ ფირაც მინდოდა მაგრამ გული მქონდა წველი ვინც გამიგებს მე ვარ მისი მადლობელი არაფერი არ მებადა სიმღერის და ლექსის გარდა მეგობრები მეღოვებთვის გვერდით მყავდა მე სიცოცხლე დამიჯერებ მისთვის მინდა ვიმღერო და სიყვარულში დავიხარჯო მე დავიდო თქვენს გულებში ერთხანს გვინათე გავიხარო მე სიცოცხლე დამიჯერებ მისთვის მინდა ვიმღერო და სიყვარულში დავიხარჯო მე დავიდო თქვენს გულებში ერთხანს გვინათე გავიხარო სიყვარულში დავიხარჯო დავიდო თქვენს გულებში ერთხანს გვინათე გავიხარო მე სიცოცხლე დამიჯერებ მისთვის მინდა ვიმღერო და სიყვარულში დავიხარჯო მე დავიდო თქვენს გულებში ერთხანს გვინათე გავიხარო ბატონი ვარდენსი ლაგავა მოგძანდით ჩემო ძვირფასო ადამიანო მე ერთი რამე შემიძლია თამამად თქვა რომ ასეთი ენერგიული ადამიანი არ შემხვედრია მეორე და მინდა რომ სულ ყოველთვის კარგად იყოს მისკენ ყველაფერი აპლოდისმენტები ბატონი ვარდენს ძვირფას ადამიანს კარგი კუთხის შვილს და ბატონო მე რა თქმა უნდა ბრძანოთ ორიოდ სიტყვა ნებავთ აბზაციც არ არის მადლობთ დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერა ეს იმიტომ რომ ამას ასრულებდა ბატონი რობერტ ბარძიმაშვილი ღმერთმა აცხონოს მისული და შემდეგ მე გავბედე და რაღაცნაირად გავაკეთე ეს ვერსია რომელიც ახლა მოვისმინეთ და ძალიან კარგი დიდი მადლობა ამისთვის მე უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი მე არ მინდა წეღენას თქვი კრიტიკული ყველა გამოსვლაში შემეძლო ჩემი კრიტიკული აზრი გამომეხატა უბრალოდ თავს ვიკავებ მაქსიმალურად მაგრამ ეხლა არ შემიძლია არ თქვა ძალიან კარგი იყო ყველაფერი იყო აბსოლუტურად კარგი უბრალოდ აი არ ვიცი ეს აპარატური ტექნიკის ბრალია თუ ცოტა ტყუოდით ტონალობაში რა ცოტა მე ასე მომეჩვენა და ამიტომ 9-ს დაგიწერეთ თორე მინდოდა აგულით 10 დამეწერა ნამდვილად 9 ქულა დიდი მადლობა ბატონო მერაბ ვახო გისმენთ მე 9-ს დაუწერ ბატონო ვარდენს ძალიან კარგი იყო ძალიან მომეწონა 9 ქულა დრაივიანი ნამღერი იყო და ხო წარმატებები არაფერი მადლობა ბატონო ვახო ბატონო კობა ესე იგი 9 ბატონი მერაბისგან 9 ვახოსგან 9 კობასგან 9 ქულა და ნიკოლოზისგანაც 9 ქულა მე მინდა ერთი რამე ვთქვა 10000 ლარისთვის ბრძოლა გრძელდება რა თქმა უნდა გრძელდება ასევე გამარჯვებული როგორც მოგეხსენება ჩემო ბატონო ვარდენ გაემგზავრება ისრაელში მე ხვალ დაგიბრუნდებით აუცილებლად დღევანდელი შედეგები ხვალინდელი შედეგები შეჯამდება რა თქმა უნდა და უკვე ხვალ გავარკვევთ თუ ვინ წავიდა მანამ კი რა თქმა უნდა მისი სიმღერების და საერთოდ ყველა სიმღერების გულის გამხარებელი ყველასთვის საყვარელი ადამიანი მინდა დაგიტოვოთ სცენაზე ეს გახლავთ მერაბ სებაშვილი დროებით კარგად უნდა
ძლია ძახსულის დავიწყება როგორ გავძლო რომ არ ვიმღერო გული არ დაიღება და ყველა ეს სიმღერა შენი იქნება მე შენი ღიმილი ვარ რომელსაც რომ ვერ წაიღე გაიხსენე მე შენი თქმილი ვარ შენს განდასმა ვერ გაიგე სადღაც შორიდან ძახსული დაბრუნდება გული იმღერებს ვეღარ გაჩვენდება და თუ მოვიდა ნამდვილი სიხმარული არასოდეს არ დასრულდება გული არ დაიღება და ყველა ეს სიმღერა შენი იქნება მე შენი ღიმილი ვარ რომელსაც რომ ვერ წაიღე მე შენი თქმილი ვარ შენს განდასმა ვერ გაიგე მე შენი ღიმილი ვარ რომელსაც რომ ვერ წაიღე მე შენი თქმილი ვარ შენს განდასმა ვერ გაიგე და სადღაც შორიდან დღეს იმედი მოვიდა თუმცა უკვე გავილია და იქნება სინანულის და მაინც სიხმარული შენთან დარჩება მე შენი ღიმილი ვარ რომელსაც რომ ვერ წაიღე მე შენი თქმილი ვარ შენს განდასმა ვერ გაიგე მე შენი ღიმილი ვარ რომელსაც რომ ვერ წაიღე მე შენი თქმილი ვარ შენს განდასმა ვერ გაიგე დამიჯერე მე შენი ღიმილი ვარ რომელსაც რომ ვერ წაიღე მე შენი თქმილი ვარ შენს განდასმა ვერ გაიგე რაღაც უხებს ოცნება თუ ფიქრები გამოდით მარტოობა გახჩობს ოცნებების ფერებს თუ არ მიხვევი ფიქრი ოცნებად დაგტოვებს მარტო აღარ ვიცი რას მივანდო ჩემი გულის ხმა ვერ გავიგე ჩემი ხარ თუ სვისი ხარ ჩემო ქალბატონო აღარ დამაკონო იქნებ გამაკონო შენი ხმა